მოგესალმებით. მსვლელობა რუსაველის მეტროდან დაიწყო და ახლა აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიდიან. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ კადრში გვაჩვენოს აქციის მონაწილეები. ბოროსა ძლია კეთილმანე, ეს არის დღევანდელი მსვლელობის სლოგანი. მე აქციის მონაწილეებს გავესაუბრები ახლა პირდაპირ ეთერში. სალამი, გამარჯობა, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. რომ გითხრათ, რა არის ახლა თქვენი სათქმელი და ამ აქციის რისით მაქსურთ ხელისუფლების? ამ აქციით ჩვენ ხელისუფლებისთვის გსურს იმის თქმა, რომ ქართული ხალხი არ გაჩერდება, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ხანგრძლივია. ეს გაცნობიერებული აქვს თითოეულ მოქალაქეს და დღესაც მოკლედ ხალხი გამოვიდა და მოკლედ ითხოვს თავარ მოთხოვნებს. ეს არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და რა თქმა უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რათა საქართველო გათავისუფლდეს საბოლოოდ რუსული გავლენებისგან. მადლობა ძალიან დიდი. ადგილზე აქ იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. მე მათთან გადავალ ახლა პირდაპირ ეთერში. გია ჯაფარიძე არის ჩვენთან ერთად. სალამი ბატონო გია. თქვენ უერთდებით მოქალაქეებს, მათთან ერთად ხართ აქციაზე. რომ გითხრათ, რა არის ახლა თქვენი სათქმელი და რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა თქვენს გვერდით არდგან? მე ვარ ძველი ფილოლოგი, იცით ეგ ამბავი? არიცით, ხო? მე ვარ ძველი რუსველოლოგი, ხო? რა თქმა უნდა, ხა როცა საქმე იმას ვეფხისტყაოსანს ეხება, ცხადია შემოერთებ. ჩვენი სათქმელი არის ერთი უპირობო გათავისუფლება ყველა პოლიტიკური პატიმრის, ყველა სინდისის პატიმრის და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ნებისმიერი აქცია არის ერთი დიდი პროტესტის ნაწილი და ამ პროტესტს აქვს, გითხარით, ეს ორი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნები არის უცვლელი. ეს ხალხი არის ბრწყინვალე ხალხი, ვისაც ვეფხისტყაოსანი უყვარს. ვეფხისტყაოსანი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ძალიან მაღალი ხელოვნება, ეს არ არის მხოლოდ ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების, ქართული პოეზიის მწვერვალი, ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ეს არის ჩვენი მეხსიერება. რა არის ქართველობა? ეს არის ქართველობა. ვეფხისტყაოსანი არის ქართველობის ნაწილი და რა თქმა უნდა შემოუერთებოდი ამ აქციას. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ გია ჯაფარიძეს უსმენდი. ჩვენთან ერთად არის თინა ბოგუჩავა. სალამი ალბათო თინა. პირდაპირ ეთერში ვართ. რომ გითხრათ, რა არის თქვენი სათქმელი ახალგაზრდებისთვის, მაგალითად სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა ღამეებს ათენებენ უნივერსიტეტებში? უპირველეს ყოვლისა, ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს. მართლა ძალიან საამაყოა, რომ ქვეყანაში არის ამდენი ადამიანი, ამდენი ახალგაზრდა, რომელსაც ასე კარგად აქვს გათავისებული რა დევს დღეს სასწორზე და რა არის დღეს საფრთხის წინაშე. ამიტომ არის, რომ ამდენი ახალგაზრდა იბრძვის ასე შეუპოვრად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღესაც ხედავთ აქ, რომ ბევრი ადამიანი, როგორც მე, შვილებთან ერთად არიან მოსული ამ მარშზე. ვითხოვთ, რა თქმა უნდა, რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას და ვითხოვთ ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ნორმალური, მშვიდი ცხოვრება, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შესაძლებლობა არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის გარეშე და მანამდე, რა თქმა უნდა, გათავისუფლდეს, როგორც დღეს ისმენთ მოწოდებებს, ისევე როგორც ყველა მარშზე, ყველა საპროტესტო აქციაზე, ყველა შეკრებაზე, ყველა უკანონო სასამართლოზე ერთადერთი მოთხოვნა, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხოლო რუსული ოცნება, რომელსაც სინამდვილეში არაფერი აქვს ქართული, არაფერი აქვს ეროვნული, როდესაც ქართველობაზე საუბრობენ, ეროვნულობაზე საუბრობენ, სინამდვილეში ეს არის ყველაზე ანტიეროვნული, ანტიქართული ძალა და ეს ჩანს მათ თითოეულ მოქმედებაში, მაგრამ მალე ჩვენს ქვეყანას ისევ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც იქნება პატრიოტი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომელსაც ერთის მხრივ ბრიუსელში და ვაშინგტონში წასვლა შეუძლია, მაგრამ ასევე უყვარს რუსთაველი და ყველაფერი, რაც ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია. კი ბატონო, ხალბატონო თინა, რამდენიმე დღეში არის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, სადაც არც ერთი ქართული ოცნების წევრი არ არის მიწვეული. იქ იქნებიან ოპოზიციის ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი. რა განაცხადი არის ეს ყველაფერი? ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს არ აქვს საერთაშორისო აღიარება
თქვენ იცით რომ რუსული ოცნება ასევე არ იქნება წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა უსაფრთხოების საკითხებში, არ იქნება წარმოდგენილი დავოსში, შვეიცარიაში ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ფორუმია ეკონომიკის პოლიტიკის თვალსაზრისით. და არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, საიდანაც მე 2 დღის წინ წამოვედი, ისინი სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გამუდმებით ითხოვენ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, მაგრამ არავინ ხვდება მათ. და ის რომ იქ იქნება სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, ეს ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო მეგობრებიც ხვდებიან, რომ სინამდვილეში ქართველმა ხალხმა სწორედ დასავლურ ძალებს გამოუცხადა ნდობა. ამიტომ არის რომ ისინი მხარს გვიჭერენ ჩვენს მოთხოვნაში, რომ ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები, რომელიც მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, რომ გამოხატონ თავისუფალი ნება და დავიბრუნოთ ევროპული დემოკრატიული მომავალი. მადლობა ძალიან დიდი თქვენ თინა ბოკუჩავას უსმენთ. მე ვთხოვ კიდევ ერთხელ გვაჩვენოს ოპერატორს აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერში. აქ მოქალაქეები შეკრებილები არიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, პლაკატებით, სადაც არის ციტატები ვეფხის ყაოსიდან. ისინი უკვე რუსთაველის გამზირზე არიან და მალე პარლამენტის წინ იქნებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების განთავისუფლებასა და ახალი არჩევნების შენიშვნას. მადლობა საბა. საბა სეჭინავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.